პუტინი ცხინვალის რეგიონის მიერთებას აპირებს. ეს ინფორმაცია ჟურნალს კრემლთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებებიდან და კერძო პირებიდან, ანუ ჯიბის ბლოგერებიდან. ლოგიკურიც არის ეს ამ შემთხვევაში, მე ამაზე ვლაპარაკობდი უკვე რამდენიმე წლის წინ, ხო? ივანიშვილის მიმართულება პოლიტიკა ზუსტად ასე არის არჩეული, როგორც რუსი დივერსანტისა, რომ ჩამოაშოროს საქართველოს დასავლური მხარდაჭერა, რომლის საფუძველზეც და განსაკუთრებით შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო, არაღიარების პოლიტიკის გამო, მსოფლიოში რამდენიმე დედისგან დაწყევლილმა სახელმწიფომ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ხო? ეს ამერიკის დამსახურებაა, რო იცოდეთ და ევროკავშირისა. ვინც არის ის, იმიტომ რომ ამერიკის კონგრესმა სპეციალური აქტი მიიღო არაღიარების პოლიტიკაზე, რომ დაასანქცირებს ყველა ხელისუფლებას ქვეყანას, ვინც გაბედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. აი ასე. რომ იცოდეთ. ხო, პარალელურად იმიტომაც აგინებენ ევროკავშირს, კაცო, და იმიტომაც აგინებენ ამერიკას და იმიტომაც ებძვიან deep states და ასე შემდეგ, რომ საქართველოს დარჩეს მოკავშირეების გარეშე. რომ პუტინმა ადვილად შეძლოს ცალკე საქართველოს დამონებად და ცალკე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მიერთებად. აფხაზეთის საკითხი ცოტა მწარედ არის, იმიტომ რომ იქ აფსუები ცოტა რქიანები არიან და არ უნდათ ბოლომდე დათმონ საკუთარი დავით დამოუკიდებლობა ეფემერული, ვითომ დამოუკიდებლები არიან და ეს ცხინვალი ოსები კიდე ხო გინდაქით გინდიქით სადაც გინდა იქ დააბიო რომ იტყვიან. იმიტომაც გამოცვალეს ახლა ამ დღეებში ის გაგლოევი პრეზიდენტად ჩაანიშნეს ვიღაც ვლადიკავკაზში დაბადებული კურჩატოვის ატომური ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის მოადგილე, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით FSB-შნიკი, იმიტომ რომ ატომურ მრეწველობაში და ატომურ საქმეებში ახლა შემთხვევით ადამიანს ვერ გარევენ, ხო? და ის დასვეს პრეზიდენტად, კამბოლოვია თუ რაღაც გვარია, რა ვიღა მნიშვნელობა აქვს, შიბლოიდი ვიღაცა. და 9 მაისს მოგეხსენებათ მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება იმ გაგულოებსა და პუტინის შორის, რომელთაც უფრო ღრმა ინტეგრაციის საკითხები დაიგეგმა. ეს ღრმა ინტეგრაციის საკითხები ეს არის. პუტინი აპირებს მიუერთოს ჩრდილოეთ ოსეთს, სამხრეთ ოსეთი. ეს არის ბორია ივანიშვილის ბოდიშები, ბორია ივანიშვილის კაპიტულაციური. რატომ მოლდოვას არ ახებს იმას, რა ქვია, დნესტრისპირეთს? მარტივი კითხვა დავსვათ. მოლდოვა ხო deep state-ის საქმეებს ასრულებს და რუსეთის ტრაქში არ ეტენება. არა, მოლდოვას ვერ უბედავს, იმიტომ მოლდოვას უკან ევროკავშირი დგას და აგერ საქართველოს მარტოა დარჩენილი და ჭამს პუტინი.